უბრალოდ ყოჩა ყოველთვის არ მუშაობს. იმისათვის, რომ ბავშვმა ქმედება გაიმიოროს, საჭიროა ქება იყოს კონკრეტული. ნაცვლად ზოგადი სიტყვებისა აღწერეთ ბავშვის მოქმედება. მაგალითად, რა ლამაზად ჩაგილაგებია სათამაშოები, რა მაღალი კოშკი აგიშენებია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბავშვი ემოციურ ქებას დაბადებიდანვე გრძნობს, თუმცა 12-დან 18 თვემდე ის უკვე იწყებს თქვენი სიტყვების კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებას. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი საუკეთესოა აღწერილობითი ქების დასაწყებად, რადგან ეს ბავშვს ეხმარება გაიგოს ზუსტად რაშია ყოჩაღი. კონკრეტული ქება ზრდის ბავშვის თვითშეფასებას და სურვილს, რომ კიდევ უფრო დიდხანს ითამაშოს დამოუკიდებლად. მშობლებო, დაიმახსოვრეთ, როცა ბავშვს ზუსტად ეუბნებით, რა მოგეწონათ მის საქციელში, თქვენ ასე მის ტვინს უგზავნით მკაფიო სიგნალს, თუ რატომ არის ეს ქცევა სასურველი. ასე ყალიბდება მყარი ნეირონული კავშირი აღიარებასა და ძალისხმევას შორის, რაც საბოლოოდ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ბავშვის აღზრდის გარანტიაა. დააკვირდით და გამიზიარეთ, რამდენად მონდომებული გახდება თქვენი პატარა ამ მეთოდით. დროებით!